უკვე 2 წელია დაახლოებით რუსეთი იწყებს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის შექმნას. ეს არის მზარდი ამ წუთში ტანკერების ფლოტი. მათი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ისინი გახლავთ როგორც წესი 15 წელზე მეტი ხნის ტანკერები, შესაბამისად საკმაოდ მოძველებული არის. არ არის დაზღვეული ევროკავშირის სტრუქტურების მიერ, ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ არსებული ორგანიზაციების მიერ და აწარმოებს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით ფაქტობრივად არალეგალურ ექსპორტს ნავთობისას. სხვადასხვა მონაცემებით ამ ფლოტის საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 600-მდე ტანკერი. ზოგადი დასახელება მათი არის ჩრდილოვანი ფლოტი, თუმცა არის გარკვეული ასე ვთქვათ დახარისხება, არის ეგრეთ წოდებული შავი ფლოტი და არის რუხი ფლოტი, შეიძლება ასე ითქვას. და არის თეთრი, რომელიც ოპერირებს სანქციების დაცვით და არსებული ნაოსნობის წესების დაცვით.